მოკლედ როგორც ჩვენ დიდი ხანია დაანონსებული გქონდა აქცია მელიქიშვილზე. მომიწია ნახევარი საათი ხადრე აქციაზე მოსვლა სამსახურიდან პირდაპირ წამოვედი და ნელი ნაბიჯით მოვდიოდი მელიქიშვილზე რომ ამოვედი. გვიან შემნიშნე რომ იქ იყო რაღაცა ყრილობა. ბევრი ადამიანი დავინახე და ამ ადამიანებში ყველაზე მეტად ვინც მესმო იყო ბექა გოცირიძე, რომელიც 31 ივლისს აქციის მონაწილეებს დანით დაგვესხა თავს. და იმით რომ ჩვენ თავი დავიცავით, ორი ბიჭი დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსით, რომელსაც ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. ბექა გოცირიძეს მიმართა რა თქმა უნდა რომ ეს ის პიროვნება არ იყო, ჩვენ რო დაგვესხა თავს და შემდგომ პოლიციაში აქეთ რომ გვიჩვლა და ამ სიტყვების გაგონებაზე დამიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კრიმპოლი იყო ადგილზე, დაინახა როგორ მკრა ბექა გოცირიძემ ხელი და როგორ დამარცხა, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ. ბექა გოცირიძე შეაცილეს ოფისში, პარტიულ ოფისში, აი ჩვენ მოპირდაპირე ოფისში, გამოვიძახე, მივედი საპატრულო პოლიციასთან, ეკიპაჟთან, შედარებით მოშორებით საპარტიული ოფისისგან მოღალატეების ბუდეს გავეცალე, დამარეკინე 112-ში, 112-ის რეაგირება მოვახდინე, მოვიდა სასწრაფო. ფიზიკურ ძალადობაზე სასწრაფომაც გადასცა, რა თქმა უნდა შეტყობინება საპატრულო პოლიციას, მაგრამ 2 საათია უკვე გასული და რეაგირება არავის არ ქონია.